ხშირად ეს რეჟიმი კი არ არის ძლიერი რეჟიმი, სარგებლობს ჩვენი პასიურობით. ეს ვერ მოხდებოდა, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო აქტიური მოქალაქეები, ანუ აი თქვენც ალბათ გქონიათ, ხო, მეც დამისვავს ჩემი თავისთვის ეს კითხვა, რომ აი ტოტალიტარულ რეჟიმებში, ხო, აი ვთქვათ ნაცისტურ გერმანიაში კი, მაგრამ როგორ მიყვებოდა, ხო, ცხრებივით როგორ გაყვნენ სასაკლაოზე, არა, ებრაელები თუ სხვა ჯგუფები, არა, ადამიანების ან იმავე საბჭოთა კავშირში, ხო, ამ საბჭოთა კავშირში ეს სასაკლაო არ დამთავრებულა 37 წელი იყო, უფრო აი პარტიული წმენდის წლები, თორე პირველი დღიდან ბოლო დღემდე საბჭოთა კავშირი იყო ადამიანების სასაკლაო და საბჭოთა კავშირი იყო მართლა ეს დიდი მართლა გულაგის არქიპელაგი, ხო? არასდროს ეს არ შეჩერებულა, მაგრამ ეს ადამიანები როგორ მიყვებოდნენ, თუ მაინც კლავენ, იბრძოლენ მაინც, ხო ჩდება არა ეს კითხვა, ხო, ეხლა ჩვენ სადაც ვართ, ეხლა რაღაცეები რაც ზაზამ თქვა, რაღაცეები კიდევ რომ დავამატოთ, ხო? ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, ხო? ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად ცდებიან წლების განმავლობაში, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ისინი ცდებოდნენ, როდესაც ქართულ ოცნებას ეხმარებოდნენ და უჭერდნენ მხარს, დღესაც ცდებიან შეფასებებში, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის ოლიგარქია, ან ეს არის ავტორიტარული რეჟიმი. ავტორიტარულ რეჟიმს ეს რეჟიმი უკვე გაცდა, ოლიგარქიას ეს უკვე გაცდა, თუ ოლიგარქია საერთოდ არ ეს ავტოკრატია, ერთი ადამიანის მმართველობა, ოღონდ ეს ამ ერთი ადამიანის მმართველობა იძენს ნიშნებს ტოტალიტარული მმართველობის პარტიული წმენდა, კი ბატონო, რაღაცა ერთი იდეოლოგია, ამას ახლა იდეოლოგიას ვერ დავარქმევთ, ეს არის პოპულიზმი და პოპულიზმი იდეოლოგია არ არის, მაგრამ ამას ისინი ეფუძნებიან, ხო, თავიანთ ქმედებებს ამას აფუძნებენ. 24 საათიანი პროპაგანდა, ხო, აბსოლუტურად დამახინჯებული რეალობა, გამრუდებული რეალობა, როდესაც სიკეთეზე გეუბნებიან, რომ ბოროტება, ხოლო ბოროტებას წარმოადგენენ სიკეთეთ, ხო, პიროვნების კულტი. აბა გაიხსენეთ 13 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილზე ცუც ვერ ათქმევინებთ ივანიშვილისგან წამოსულ ხალხსაც. პიროვნების კულტი, აი, როცა ხატია კი, როდესაც სტალინი მოკვდა, ადამიანები ტიროდნენ ის ადამიანები, რომლებსაც შობლები ამოუწყვიტა სტალინმა, ხო? ბიძინა ივანიშვილისგან წამოსული ადამიანებიც კი ივანიშვილზე ცუც არ ამბობენ. პიროვნების კულტი ჩამოყალიბებულია ამ ქვეყანაში. ყველანი ერთპარტიული სისტემა, რასაც ამკვიდრებს, ხო? ანუ პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალოს და მხოლოდ მისი დანიშნული ოპოზიცია იქნება, როგორც თქვა ჩრდილოეთ კორეაში ან ჩინეთში, ხო? ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში არსებობს პარტიები, ისე კი არ არის, მაგრამ ერთ პარტიო არ არსებობს ძალაუფლებას ვინმე შეეხოს. როგორც კი ვინმე ძალაუფლებას დაემუქრება, მას მაშინვე გააქრობენ, ხო? ყველა ნიშანი არის იმის, რომ საქართველოში არის ყალიბდება ტოტალიტარული სისტემა. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ავტორიტარული სისტემა ან ოლიგარქია. ოლიგარქია ნიშნავს მცირეთა მმართველობას, არანაირი, ანუ მცირე ჯგუფის მმართველობას. ოლიგოს ბერძნული სიტყვა და არქეც ბერძნული სიტყვა, ვიცი ეს ბერძნული და იქიდან ვამბობ. არ არის არანაირი მცირე ჯგუფის მმართველობა. ერთი ადამიანის მმართველობაა და ამ ერთი ადამიანის მმართველობა, რომელიც პიროვნების კულტში და რეალობის გავკუღმართებაში და ასე შემდეგ არის გადასული, ეს უკვე გვაჩვენებს ყველანაირ ნიშანს, რომ აქ ყალიბდება ტოტალიტარული სისტემა და ცდებით შიგნითაც და ცდებიან გარეთაც, როდესაც ამბობენ, რომ აქ ჯერ კიდევ ავტორიტარიზმისკენ მიდის საქართველო. ავტორიტარიზმი საქართველოში არის 2013 წლიდან. ავტორიტარიზმი დიდი ხანია აქ არის. ეხლა ტოტალიტარიში მივდივარ და სწორი შეფასებები უნდა მივცეთ და თუ წავიკითხავთ წიგნები ბევრია, ხო, დაწერილი, არა, ეხლა აი ქართული თარგმანი გამოვიდა სოლჟენიცინი. სოლჟენიცინი შეიძლება არ არის კარგი კაცი და შოვინისტი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს ბრწყინვალედ აღწერილი რა იყო საბჭოთა კავშირის ეს სისტემა. საბჭოთა კავშირში ვინმეს უკანონოდ კი არ ხორედნენ. იქაც კანონიერ საფუძვლებს პოულობდნენ. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი 58, როგორც გინდა ისე განმარტავდი და ამ მუხლით მილიონებს უშვებდნენ სასაკლაოზე. საბჭოთა კავშირში აი ეს ტროიკები ზაზამ რომ ახსენა, ისინი იმას კი არ ამბობდნენ, რომ რაღაცა კანონიერი საფუძველი არ არის. კანონიერ საფუძველს პოულობდნენ სხვა ქვეყნის აგენტობა, ხო არაფერს გაგონებთ.
ხო არაფერს გაგონებთ, ხო? კაპიტალიზმზე მუშაობა, ხო არაფერს გაგონებთ ესეც, ხო? ჯაშუშები, ყველგან ჯაშუშების დევნა, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის და არა მხოლოდ საბჭოთა ფაშისტურ, ნაცისტურ რეჟიმშიც იყო ეს ფსიქიატრიული კლინიკების გამოყენება ტოტალიტარულ რეჟიმში ეს დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. ხლა ჩვენ ვახსენებთ ერთ საქმეს, ხო? უამრავი ასეთი საქმე იყო მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, უამრავი. ესენი უბრალოდ კოპირებას კი არ აკეთებენ იმას, რაც საბჭოთა კავშირში, რაც უნახავთ ადამიანებს საბჭოთა კავშირში. აკეთებენ ყველაზე უფრო უხეში, ყველაზე უფრო საზიზღარი ფორმით იმის კოპირებას, რაც იყო წინა საუკუნეში ტოტალიტარულ რეჟიმებში. არც ერთი, უბრალოდ არ ვიცი, ვერ ვიხსენებ. იმ ტოტალიტარული რეჟიმებიც კი ადამიანის მიმართ არ იყვნენ ისეთი ცინიკურები, როგორიც არის ქართული ოცნება და თუ შეიძლება დავასრულო, ხო, ნახეთ, ესენი ხშირად ამბობენ, რომ რაღაცა ქართველობას იცავენ და ასე შემდეგ. რა არის ქართველობა, ხო? ქართველობა არის რაღაცა ღირებულებათა სისტემა და ეს არის რაღაცა მორალურ-ეთიკური პრინციპები, ხო? ამ ჩვენი ღირებულებათა სისტემა ეფუძნება ქრისტიანულ მოძღვრებას, ხოლო აი ამ ჩვენი მორალურ-ეთიკური სისტემის რეგულატორი არის რა? აქეთ თუ არის ქრისტიანობა, აქეთ არის სირცხვილი, ხო? ის რაც რა არის, რაზე ვდგავართ, ხო? რაზე დგა საბოლოო ჯამში ქართველობა, ხო? სირცხვილია ქალს აფურთხებდე. სირცხვილია ქალს არ უშვებდე, უთხრა რომ არ გაგიშვებ ტუალეტში. ეს ითვლება რომ არის სირცხვილი. არაქრისტიანულია ცილისწამება, არაქრისტიანულია ტყუილის ტირაჟირება. მე რომ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენს ისტორიაში ყველაზე ანტიქართული და ყველაზე ანტიქრისტიანული რეჟიმი. ყველაზე როგორც არასდროს აი გარწმუნებთ, რომ მონღოლებს ჰქონდათ კოდექსი, გაიხსენეთ აი იგივე ჩვენი ისტორიიდან გაიხსენეთ მაგალითები. მონღოლებს ცოტნე დადიანის მაგალითი გაიხსენეთ. მათაც ჰქონდათ რაინდობის რაღაცა კოდექსი. ჩვენ რაინდობის კოდექსი გვაქვს ჩვენს წიგნებში, ვეფხისტყაოსანში გვაქვს. ვაჟა-ფშაველა, ესენი არიან ანტირუსთველი, ესენი არიან ანტივაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველასთან რაც წერია, ამას რომ იყვებოდნენ, ასე ექცევიანი ახალგაზრდებს, ქალებს ასე ექცევიან, ამას გვეუბნება ვაჟა-ფშაველა? ესე უნდა მოვექცეთ. მთელი ვაჟა-ფშაველას იდეა ხო რა არის, რომ შესაძლებელია მტერშიც კი დაინახო ადამიანი. ეს არის ქრისტიანობის დიდი იდეა, რომ პირველ რიგში შენ თავში უნდა დაინახო, სოდო ამაზე დგას ქართველობა, ეს არის ქართველობა, ვინც რუსთაველზე დგას, ვინც პოლიტიკური პატიმარია, სინამდვილეში ისინი არიან ქართველობის დამცველები, სინამდვილეში ისინი არიან ჩვენი ისტორიის დამცველები, ისინი არიან ჩვენი მომავლის დამცველები, ისინი არიან იმ ღირებულებათა სისტემის და იმ მორალურ-ეთიკური კოდექსის დამცველები, რომელმაც ჩვენ აქამდე მოგვიტანა. რა არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ ქრისტიანობის გაჩენასთან ერთად. ეს ადამიანები არიან სინამდვილეში ამის დამცველები და არა ის ადამიანები, რომლებიც ამათ ჟიან, არა ისინი, ვინ ჩვენ რუსთაველზე გვდევნის, არა ისინი, სად გაგონილა ქართველობაში, რომ ჩასაფრებით, ლაჩრულად, სიტყვის უთქმელად თავდასხმა, ეგ საწერია, რომელ ქართველობაში წერია, რომელ კოდექსში წერია, ქურდულ კოდექსშიც კი არ წერია ეგეთი რაღაცა. არსად, აი ციხეშიც კი ეს ადამიანი ვერ უნდა იждდეს ნორმალურად. არსად არ წერია. ესენი არიან ყველაფერი იმის ანტი, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ქართველები და საქართველო.